თავი 23. და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აკეცებს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტე მეფეს. პილატემ კითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან პასუხად უთხრა: შენ ამბობ. პილატემ უთხრა მღვდელ მთავრებს და ხალხს: მე ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ ამ კაცში. მაგრამ ისინი დაშინებით ამბობდნენ: ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე. პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: განა გალილეველია ეს კაცი? როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. ჰეროდემ იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, ვინაიდან დიდი ხანია სურდა მისი ხილვარაკი ესმოდა მასზე და იმედი ჰქონდა რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა მას. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალსდებდნენ მას. ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებით ურთ ამცირებდა მას და დასცინოდა. ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს. იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთი მეორეს. პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს და უთხრა მათ: თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი და აჰა მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავით არის დანაშაული ვერ პოვი ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას. და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გაუშვებ. მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ. მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაქვითავისუფლე ბარაბაო, რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში, ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება, მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: ჯვარსაცვი, ჯვარსაცვი ეგ. მესამედ უთხრა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა მან? მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ პოვე მასში, ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გაუშვებ. ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ. და პილატემ გადაწყვიტა შეესრულებინა მათი თხოვნა. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას მისცა. როდესაც იგი წაიყვანეს, გზაში დაიჭირეს ყანიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირენელი და აკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე არამედ თქვენ თავზე და თქვენ შვილებზე იდირეთ, რადგან აჰა მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ. მაშინ ეტყვიან მთებს: დაგვეცით ზედ და ბორცვებს დაგვფარეთ ჩვენ. ვინაიდან თუ ნედლხეს ასე ექცევიან, ხმას რაღაც უზამენ, მასთან ერთად სასიკვდილოდ მიყავდათ სხვებიც, ორი ავაზაკი. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემი ქვია, იქ ჯვარსაცვეს ისიც და ავაზაკებიც, ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. ესო კი ამბობდა: მამაო, მიუტევი ამათ, ვინაიდან არ იციან რას აკეთებენ. გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეხურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: სხვებს იხსნი და ახლა თავისი თავი ხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთისმრჩეული. ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, ეუბნებოდნენ: თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი. მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: ეს არის იუდეველთა მეფე. ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: განა შენ ქრისტე არა ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენს. მეორე კი გაუწყრა და უპასუხა მას: ნუ თუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ. მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. მან უთხრა: იესო, გამიხსენე, როცა შენ სასუფეველში მოხვარ. იესომ უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. დღის 6 საათი იქნებოდა და მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა 9 საათამდე.
დაბნელ და მზედა ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა. იესომ დიდი ხმით შესძახა და თქვა: მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული. ეს თქვა და სული განუტევა. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: ჭეშმარიტად მართალი იყო ეს კაცი. ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა რაც ხდებოდა, გულში მჯიღისცემით ბრუნდებოდა უკან. ყველა ვინც მას იცნობდა და დედაკაცები გალილეიდან რომ მოყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას. აჰა ერთი კაცი სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. ის დღე პარასკევი იყო, შაბათი დგებოდა. უკან გახვნენ დედაკაცებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს საკმეველი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს ცნებისამებრ.